მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს ხუთშაბათია, საღამოს 8:09 და ტრადიციულად საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების პირდაპირ ეთერშია გადაცემა პასუხობს მოძღვარი. მე მისი წამყვანი წმინდა ანდრია პირველწოდებული სახელობის ლურჯი მონასტრის მღვდელმსახური მღვდელი გურამ გალობლიშვილი გახლავართ. თქვენ შეგიძლიათ დაგვირეკოთ ნომერზე 2-30-15-15 და ასევე საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების Facebook გვერდზე გადაცემის მსვლელობის დროს მოგწეროთ თქვენთვის სასურველი და საინტერესო კითხვები და ჩვენი სტუმარი გაგცემთ პასუხს, რომელიც გახლავთ ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი ზაქარია მარგალიტაძე. მოგესალმებით მამა ზაქარია, მადლობას მოგახსენეთ მობრძანებისთვის დაგლოცეთ. მამაო, ესეთი სანამ ზარები შემოვა და Facebook-ი გააქტიურდება, ესეთი კითხვა დაგვიტოვა ჩვენმა მაყურებელმა, რომ რატომ უჭირთ ადამიანებს ერთმანეთის აზრის მიღებაო? თითქოს ყველა ფიქრობს, რომ თვითონ არის მართალიო და ასე ვთქვათ, ამის გამო ერთმანეთს ეკამათებიან და კიცხავენ ძალიან წარედო. და რა არის ამის მიზეზი? აი შეიძლება იყოს ამპარტავნება ამის მიზეზი თუ აი რა მიზეზით შეიძლება იყოს და რა არის გამოსავალი აი ამ პრობლემის მოგვარებისა? ზოგადად ადამიანმა შინაგანი დაცემის შედეგად ადამიანმა დაკარგა სიფაქიზე ურთიერთობების კულტურა, რომელიც ითვალისწინებს მოსაუბრის პატივისცემას, მოსმენას და ეს ნორმალურ ურთიერთობას. ესე იგი, თუ პატივისცემა არ აქვს ადამიანს, ნებისმიერი ადამიანის, თუ გინდ მისი მოწინააღმდეგე იყოს, თუ გინდ მტერი იყოს და თუ არ ცემს პატივს ადამიანს, რა თქმა უნდა, მასთან ნორმალურ ურთიერთობას ვერ დაამყარებს ადამიანი. ეს არის პირველი პირობა. ყველა ადამიანში დაინახო ხატი ღვთისა, ყველა ადამიანის პატივსცე და რა თქმა უნდა, როცა პატივსცე, მაშინ მის აზრსაც იზმენ, პატივსცე მის მოსაზრებას. მიუხედავად იმისა, შეიძლება არ ეთანხმებოდეს და არ იყოს სწორი, მაგრამ მაინც პატივსცემ ადამიანს რა. და აქედან გამომდინარე, როდესაც ეს შინაგანი კრძალვა, თავმდაბლობა, უბრალოება აქ ადამიანს და ასეთი პატივისცემა მოყვას ისა, მაშინ ურთიერთობაც ეწყობა, მაშინ საკუთარ აზრსაც ისე წარმოთქვამს ადამიანი, ისე რომ სხვას არ გააღიზიანებს და არ მოხდება დაპირისპირება. ანუ თავი მიზეზი აი ამ ურთიერთდაპირისპირების არის ეგოიზმი, ეგოცენტრიზმი. როდესაც ადამიანის ქცევა განისაზღვრება ეგოიზმით, მეტი და არა საღვთო ცნებებით და არა თქვათ ამოღლებული კულტურით. კეთილი. მაყურებელი ყავს ეთერში, მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ, ისაუბრეთ. დიახ, დასვით კითხვა. გაიხარეთ, იცოცხლეთ. ცოტა ცუდად ისმის და იქნებ ხმამაღლა ისაუბროთ. დიახ. ძალიან ცუდად ისმის სამწუხაროდ. არა, არის მის სამწუხაროდ არაფერი. თავიდან გადმორეკოთ. იქნებ თავიდან გადმორეკოთ, ჩემო კარგო, თორემ ასე ვერ გავიგე რა საუბრობდით. გავაგრძელოთ. ან საეთეროში დატოვეთ თქვენი კითხვა და პროდიუსერი გადმომცემს. დიახ. ესეთი კითხვა არის გიორგი გვწერს, ესე იგი ასტროლოგიის შესახებ რას გვეტყვის მამაო, ანუ ერთ-ერთი ასტროლოგი ამბობს, რომ 14 მარტი არის სატანური და ძალიან ცუდი დღეო. და რას მეტყვით ამასთან დაკავშირებით? ყოველი დღე შექმნა ღმერთმა, როდესაც შექმნა თქვა რომ არის კეთილი, არ არსებობს ცუდი და კარგი დღეები. უბრალოდ ყველა დღე კარგია.
ყველგან კარგია, იმიტომ რომ საღვთო დღეა. ადამიანის განწყობას და დამოკიდებულებას აქვს მნიშვნელობა რა. ადამიანის განწყობა თუ არის დაბადებული და მძიმე და ქვე, მაშინ განწყობაც და დღის შეფასება ცუდი არის. ასტროლოგიის პრობლემა ის არის, რომ ის თავაზობს თქვათ ჭეშმარიტების სანაცვლოდ ცდილობს რომ განსაზღვროს ადამიანის ბედი, განსაზღვროს წინასწარ რაღაცა წინასწარ აუწყოს ადამიანს. ჩვენ ვიცით რომ ადამიანის ბედს, მომავალს განსაზღვრავს ღმერთი და ადამიანის ნება. ამით იცვლება ადამიანის ცხოვრება და ამით ადამიანის მომავალი და არა ვარსკვლავები. ვარსკვლავები და გარემო სამყარო მოქმედებს, ყველაფერი მოქმედებს. ჩვენც მოქმედებს ერთმანეთზე და ყველაფერი მოქმედებს დედამიწაზე. დედამიწის მიზიდულობის კანონი არსებობს და ვარსკვლავის არსებობს, მაგრამ გადამწყვეტი მნიშვნელობა. ის რომ ადამიანის ცხოვრება შეცვალოს და მისი უნიშნულოვანესი მომენტები განსაზღვროს, ეს არის მხოლოდ ღვთის ხელში და ეს არის მხოლოდ ადამიანის ხელში. კეთილი, გავაგრძელოთ ჩვენი კითხვები. შეიძლება ქრისტიანმა ადამიანმა წაიკითხოს მარიო პიუზოს ნათლია, რომელიც მაფიაზეაო და დაინტერესებული იყოს ამ ჟანრის წიგნებით, როგორც ბიბლიიდან ვიცით, ცოდვაა მათთან კავშირი, მაგრამ უბრალოდ გასართობად რომ წაიკითხოს ადამიანმა წიგნი და აზრის გამოსატანად, რამდენად მიზანშეწონილი არის. დიდმარხვის პერიოდი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია ყველა თვალსაზრისით რა. და ეფრემასურის ლოცვა მიყვება დიდმარხვას. პირველი რასაც ვითხოვთ ჩვენ სულსა უქმობისასა ღმერთო, ანუ უქმობის სული. გართობა რასაც ჩვენ მეძახით, უბრალო თქვათ რა მგონია, მაგრამ ასე არ არის. როდესაც ადამიანი უქმად არის, როდესაც ადამიანი კარგავს შინაგან ყურადღებას და მიმართებას ღვთისაკენ, ეს არ არის ნორმალური მომენტი ქრისტიანისათვის. რაც ყველაზე მთავარია, ქრისტიანი ყოველდღიურად კითხულობს, უნდა კითხულობდეს წმინდა წერილს, ფსალმოს, წმინდა მამების, ამით ივსება მისი სულიერი სამყარო, მისი გონები, თქვათ, თვალსაჩინო ამით ივსება ყოველდღიურად, ეს არის მისი საზრდო. ეს არის ის ინექცია სულიერი, რომელიც ყოველდღე უნდა მიიღოს ადამიანმა და როგორ წარმოგიდგენია თქვენს გადასვლა წმინდა წერილიდან თქვათ ნათლი ბაბას. როგორი გადასვლა? ეს გადასვლა კი არ არის, ეს არის ჩავარდნა. ზემოთ და ქვემოთ ჩავარდნა და ჩვენ ზემოთ და ქვემოთ კი არ უნდა ვარდებოდეთ, პირიქით, ნელ-ნელა უნდა მაღლდებოდეთ და საერთოდ ადამიანი უნდა ცდილობდეს, რომ მისი შინაგანი სამყაროს უმაღლდებოდეს და აქ ხელოვნურად ხდება მისი ჩავარდნა სადღაც. ადამიანურ ნებებში, იმიტომ რომ ძალადობაში ამითაც სუნთქავს ხო? ეხლა ესეთი ტიპის ნაწარმოებები, შურიძიება, სისხლი, თქვათ, ადამიანური ნებები, მკვლელობა, რა ვიცი, ყველაფერი ამით და ჩვენ ამას განვაშორებდი და ეხლა ხელოვნურად პროვოცირებას ხო, იმიტომ რომ შეიძლება გარეგნულად ჩვენ ეს არ ჩავით, არ განვახორციელოთ, მაგრამ თუ შინაგანად ჩვენ ამ აზრებით ვიკვებეთ, ესე იგი ფაქტიურად არა ქრისტიანული და არა სახარებისეულია ეს. კეთილი, მაყურებელია ისევ. გისმენთ ეთერში ხართ, ისაუბრეთ. დიახ, გისმენთ. გამარჯობა. მამა ზაქარია გახავთ ჩვენი სტუმარი. დიახ. ასეთი პატარა გოგოა, მაგრამ არ ძალიან პროვანი. არსებობს ადამიანი, რომელიც ძალიან არ არის ნაცნობი. მაგრამ ისე ხდება, რომ შოთადმის განთავის ახსნება დემოკრატია და ცდილობს, რომ მეცნიერებაში აღწევას, მაგრამ ცდილობს, რომ აი ბოლომდე, ბოლო წელიწადამდე მეყაროს, რომ სპორტებიდან გამომიყვანოს. ნორმალური ადამიანმა ეხლა ლაპარაკობთ ხომას, რომ ნორმალური ვარ, მაგრამ აი წლები გავიდა, არ არის ნაცნობი, მაგრამ სულფატისგან აი მოგავიხსნა, აი ვერ მოვახერხე მოშორება თავიდან და
როგორ მოვახერხო რომ რესპონდენტი არ ჩავარდა ეს ჩემთვის ძალიან ცუდია მე ძალიან ბევრი წელია უკეთესი აკეთებს და რამდენჯერაც გამომიყვანა სკოლა და მე თვითონ გავხდი ცუდად გავხდი მე თვითონ და ეხლა ვცდილობ რომ ყოველებიდან არ გამოვიდე და ვცდილობ ისე მიზად მიმართულად რომ გამომიყვანოს სკოლებიდან მასპინძლებელი ვარ არ ვარ ახლა ლაპარაკით მომაწყობ ნორმალური ადამიანი ვარ და როგორ მოვიქცე ეხლა მე სპეციალისტები წაიკითხე ისე მაგრამ ხო არსებობს ესეთი ადამიანები რომლებიც მიზან მიმართულად აკეთებენ ამ ცისთადაგლეს ცისთადაგლეს ოიდან გადამიყვანა ბოლომდე ვცდილობ რომ გავიმყონო წყობილებიდან მე კარგად არ მესმოდა და ორი სიტყვით რომ მითხრა მე როგორც მივხვდი ცოტა ძალიან ისეთი ისტორია იყო ზუსტად მესმოდა და იმ რისხანებისგან როგორ დავიცვათ თავი ასე ვთქვათ რისხანებაში ვარდება როგორც მივხვდი ერთი ადამიანი აბრაზებს უშლის ნერვებს და ძალიან ბრაზდებიო და ცხარდებიო და აი როგორ დააღწიოს თავი ამ მდგომარეობას ასე ვთქვათ იცით რა ხა ყველა ადამიანი ჩვენ თან რაღაცა სტოვებს, რაღაცა კუდებს სტოვებს, რაღაცა არსებობს ადამიანი, ვისაც პრობლემა არ ქონდეს ჩვენ. ამიტომ ჩვენ ადამიანს ვერ შევცვლით, მის ქცევას ვერ შევცვლით. ჩვენ შეგვიძლია ჩვენ თვითონ შევცვალოთ ჩვენი დამოკიდებულება. საერთოდ პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, რომ ღმერთი არ უშვებს არაფერს უფრო მძიმეს, ვიდრე აიტანს ადამიანი და საერთოდ ყველაფერი რაც ხდება, ღვთისგანგებით ხდება. ადამიანს ემორჩილებოდა მთელი ცხოველთა სამყარო. ყველაზე სასტიკი ცხოველებიც. სანამ დაიცემდა, მაგრამ როგორც კი დაიცა ადამი, მაშინ ყველა მისი მტერი გახდა. ამიტომ არის ასეთი გაგება, რომ ეს ბრძოლა ადამიანებისაგან ჩვენი ცოდვების გამო არის. იმისთვის რომ ადამიანი თქვათ შინაგანად ისწავლოს ღვთისმსწრებები, მოთმინება, პატიება, სიყვარული, ქრისტიანული სათნოებები. მან ეს უნდა გააკეთოს. ქრისტიანმა ეს უნდა გააკეთოს. ყოველ ჯერზე უნდა შეეცადოს 3 ოქროს წესი არსებობს ქრისტიანობაში. ეს არის აპატიე, მიუტევე და გიყვარდეს. ხშირად ვინც ცდილობს რომ ეს გააკეთოს პრობლემები უფრო სუსტდება ხოლმე. და ეს ურთიერთდაპირისპირება არის ესეთი პრაქტიკა და გამოცდილება რომ ვინც ცდილობს რომ ასე იცხოვროს შინაგანი მშვიდობა მოიპოვოს, მიუტევოს ადამიანებს ყოველთვის ყველა ჯერზე. ეს დაპირისპირება და წინააღმდეგობა სუსტდება. როდესაც ორი პოლუსი ეჯახება ერთმანეთს, ერთ-ერთმა უნდა დათმოს. ერთ-ერთმა სწორი გზით უნდა წავიდეს და ამით მეორესაც ეხმარება. მაგრამ თუ ეხლა ადამიანი ეხლა პათოლოგია და მოზალადი არის და პათოლოგია და რაღაც ვამპირივით არის ადამიანი, იმას უნდა მოვერიდოთ ეხლა თუ არის ამის შესაძლებლობა მოვერიდოთ იმას. კეთილი გავაგრძელოთ ჩვენი კითხვები. ესეთი კითხვა არის ბოლო ჟამის ნიშნები თუ არისო დღევანდელ დროშიო. აკაკი გვწერს ესეთ კითხვას. და ზოგადად რას ნიშნავს საერთოდ ბოლო ჟამი? ბოლო ჟამი სახარებისეულ ნიშნავს მეორედ მოსვლის წინა პერიოდს. ანუ ჩვენ ვიცით რომ აუცილებლად ქვეყანას აქვს დასაბამი, ასევე ექნება დასასრული და ეს დასასრული არის მეორედ მოსვლა წინ უძღვის ამას მეორედ მოსვლა მაცხოვრისა და შემდეგ ბოლო ჟამი დასასრული ქვეყნიერებისა. როგორც ჩვენ გვაქვს კლასიკური მაგალითები სახარებაში ბოლო ჟამის მაცხოვარი ამბობს რომ როცა ზეკაცია მოვიდეს, იქნება კი სარწმუნოება დედამიწაზე. ანუ არნახული სარწმუნოებრივი რეგრესი. ანუ მამები ამას ეძახიან აპოსტასია, დიდი განდგომილება.
დიდი განდგომილება ღვთისაგან. დიდი უღმერთობა, ბრძოლა ღვთის წინააღმდეგ, ეს არის ნიშნები. და როდესაც განხმება სიყვარული ადამიანთა შორის. ეს მეორე და მესამე გარყვნილება. უკიდურესი გარყვნილება, სადაც შეიძლება ბუნებრივი წესი ურთიერთობებისა, ეს შეიძლება ცალკეული შემთხვევები ყოველთვის იყო, მაგრამ როდესაც გამოცხადება ნორმად არაბუნებრივი ურთიერთობები, სექსუალური ურთიერთობები და დაკანონდება როგორც თქვათ აი სამი ძირითადი ნიშანი. განდგომილება ღვთისგან, ურჯულოება, აპოსტასია, სიყვარულის განძარცვა ადამიანისაგან და უკიდურესი ამპარტავნება და ეგოცენტრიზმი ადამიანისა, როგორც პავლე მოციქული ამბობს, იქნებიან ურჩნიო, ამაყნიო და ჩამოთვლილი აქვს თქვათ თვისებები, რომელიც ბოლო ჟამს ადამიანებს ექნებათ და გარყვნილება. ეხლა ჩვენ ეს ყველა ნიშნები შეიძლება არის, მაგრამ ბოლო ჟამს ალბათ ეს იქნება უფრო მრავლად, უფრო მძაფრად. ეს ნიშნები ყოველთვის იყო და დღესაც არის ალბათ და კი ბატონო, კეთილი. ესეთი კითხვა არის თაკო გწევს, როგორ ვისწავლო მადლიერება, რომ ეს ნამდვილი იყოს და არა ფორმალურიო. მადლიერების ერთხელ ერთ მოძღვართან აღსარებაზე მოვიდა ერთი ქალბატონი, რომელიც მძიმე სულიერ მდგომარეობაში იყო. თავისი ამბები მოუყვა ადამიანებთან რაღაცა უამრავი პრობლემა, თქვათ, დაპირისპირება, ცხოვრებისადმი უკმაყოფილება ჰქონდა ამ ადამიანს და მდევრმა ესეთი რჩევა მისცა, რომ წადი და ჩამოწერე 50 რამ, რისთვისაც მადლობა უნდა უთხრა ღმერთს. აი შენ ცხოვრებაში რა, დაფიქრდი და თქვი 50 რამ. ის ქალბატონი აღარ მოსულა მეორეჯერ. ანუ ჩვენც უნდა გავიხსენოთ, გავიაზროთ ის მრავალი სიკეთე, რომელიც ჩვენ ცხოვრებაში არის, აუცილებლად არის ღმერთი სუყვარს ადამიანი და ეს ვლინდება მის ცხოვრებაში. სამწუხაროდ ჩვენ ადამიანები ამას ვივიწყებთ და მხოლოდ იმაზე ვამახვილოთ, რაც არ გვაქვს. რაც პრობლემაა, რაც არ გვაქვს, რაც გჭირდება, ამაზე ვაკეთებთ და ამიტომაც არის, რომ მუდმივად უარყოფით ემოციები გვაქვს და ამიტომაც არ აქვს მადლიერების გრძნობა. ბასელი დიდი ამბობს, რომ ვინც მადლიერია, მას მიეცემა და ვინც უმადურია, მას რაც აქვს, ისი წაერთმევა. მადლიერება ეგრეთებიან ჩვენ ასე გვასწავლეს, რომ რაც არ გაქვს, თვისებაო. ჩვენ რაც არ გვაქვს, ჯერ უნდა ვაღიაროთ, რომ არ გვაქვს ეს თვისებებიო რა, ჯერ რო სიყვარულს არ დავიწყებ და სათნოებებსო, ჯერ უნდა ვთქვათ, რომ არ გვაქვს ჩვენ ეს ყველაფერია. ამიტომ ძალით უნდა შთანერგო საკუთარ თავში, ძალით უნდა ეს ისეთი თვისებაა, რომელიც არის აუცილებელი საერთო ადამიანის საზოგადოების და ღმერთთან ურთიერთობისათვისაც. ადამიანის საზოგადოება ვერც ოჯახი ვერ შედგება. იმიტომ ეს ოჯახი სადაც არის უმადურობა ერთმანეთისადმი. შვილების, მშობლების ერთმანეთისადმი. ესეთი ოჯახი არ არის ნორმალური ოჯახი. ეს ურთიერთობები არ არის ნორმალური ურთიერთობები. ვერც ეკლესიაში შედგება ურთიერთობები. მოძღვარსა და მრევლს შორის, მრევლსა და მოძღვარს შორის. და ამიტომ და ეს ძალიან მძიმე ფაქტორია რა ეს. განსაკუთრებით ეკლესიაში ხშირად ადამიანები რაღაცნაირად იძაბება რა
თითქოს ამდენი წელი ერთად უცხოვრია, ერთად ერთ ეკლესიაში ყოფილა, ერთად შეზრდილან, დაბერებულან და რაღაც ისეთი დამოკიდებულება იქმნება რა, რაღაც მძიმე დამოკიდებულება და მე დავკვირვებულ ვარ ამ მომენტს და ფიქრობ, რომ ეს უმადურობის გამო არის რა. ერთმანეთისადმი, ერთმანეთის უმადურობა, დაუფასებლობის, უმადურობის. ამიტომ კარგია, როდესაც სულ მცირე რამისთვისაც ჩვენ მადლიერება გვიჩნდება. თუ ეს გრძნობა გვექნება და თუ ამას ვაიძულებთ საკუთარ თავს, მაშინ ალბათ ნელ-ნელა ყველაფერში გვექნება ეს ყველაფერი. კი ბატონო, კეთილი. რა არის ქრისტიანობაში ყველაზე მთავარიო? ქრისტიანობაში ყველაზე მთავარი ერთი შეიძლება დანელია ვთქვათ ერთი რამ გამოხატო ერთი მაგრამ ჩვენ მოგცა ამაზე პასუხი მაცხოვარმა. რა არის ყველაზე მთავარი მცნებაო? გიყვარდეს ღმერთი შენი, მთელი გულით, მთელი სულით, მთელი გონებით შენით და მოყვასი, რომელიც ფაქტობრივად ერთი მცნებაა, ხო, ორივე. ერთის და ადამიანის სიყვარული. და ღმერთის და ადამიანის სიყვარული. ეს არის ყველაზე მთავარი ქრისტიანობა. ამაზე არის მთელი ჩვენი სარწმუნოება. ამაზე არის ჯული, ამაზე არის წინასწარმეტყველება და მთელი სარწმუნოება არის ამაზე აგებული. ღვთისა და თუ ღვთის სიყვარული არ გაქვს, ვერც ვერავის ვერ შეიყვარებ და თუ ღვთის სიყვარული გაქვს, მაშინ ცდილობ რომ მოყვასით შეიყვარო. მაყურებელია, მოვისმინოთ კითხვა გისმენთ, დასვით კითხვა ეთერში ხართ. დიახ, გისმენთ. შეგვიძლია მოახდინე. სად არის ჯოჯოხეთი და სად არის 64 ფიზიკური? მადლობა კითხვისთვის. ფიზიკური განზომილებები არ არის ჯოჯოხეთი და 64. ეს სულიერი განზომილებებია. 64 არის ღვთის წიაღში. და ჯოჯოხეთი არის ქვესკნელში. ქვესკნელში. ანუ ეს არის სამყაროს რაღაც ნაწილი, რომელსაც ეწოდება ქვესკნელი. ეს არ არის ფიზიკური და გეოგრაფიული ადგილები, არამედ ეს სულიერი მნიშვნელობა აქვს ამას და სულიერად როგორც ღმერთს არ აქვს და ადგილი სამყაროში ყველგან არის და ყველაფერს ავსებს. მაგრამ განისვენებს ცათასასუფეველში ადამიანმა არ იცის სად არის ეს ცათასასუფეველი. თარი ღვთის წიაღში. კეთილი, ესეთი კითხვა არის გიორგი გვწერს, მაინტერესებს უფალმა ხომ ყველაფერი იცის რაც მოხდება და ასევე ვინც ხონდება. ასევე ისიც ვიცით რომ ადამიანს თავისუფალი ნება აქვსო. და იქნებ აგვიხსნა თუ ეს ყველაფერი, ანუ კითხვა რა? კითხვა არის რომ წინასწარ თუ იცისო ვინც ხონდებაო, თავისუფალი ნებაო, რაღაცი გამოიხატებაო ადამიანისო. აძლევს საშუალებას, ხო? ის ღმერთი აძლევს თავისუფალი ნების საშუალებით რომ აირჩიოს გზა იმ ადამიანმა. არა, ღმერთმა იცის, მაგრამ ყველა ადამიანში ვლინდება დამოუკიდებლად და ცალკე ვლინდება ეს ყველაფერი. კი, საგებია ყველაფერი. როცა ლიტურგია აღესრულება, რამდენად სწორია ყოველი კვერექსის და ლოცვის გულში გამეორება და მიყოლება მღვდლის მიერ წარმოთქმულის პარალელურად. გალობა და პირჯრის გამოსახვა ყოველ კვერექსზე და ასამაღლებელზეო. საერთოდ ქრისტიანი უნდა მონაწილეობდეს ლიტურგიაზე. მაგრამ როგორც წმინდა მამები გვასწავლენ, ხაზგასმული არ უნდა იყოს რა ეს. ზედმეტი ხაზგასმულობა ყურადღებას იქცევს და როდესაც ყურადღებას იქცევს, ადამიანი უკვე იმ ყურადღებისკენაა მიმართული და არ ღმერთისკენ. და მაგრამ შეიძლება
განსაკუთრებულ მომენტებში, ვთქვათ, რომელი ქერუბიმთაც, მაცხოვრის, ვთქვათ, მცირე ვთქვათ, შესვლაზე შეიძლება პირჯოს გამოხატვას, თაყვანისცემას მიყოლება, ჩვენ მიყოლება რას ნიშნავს? ჩვენ უნდა ვისმენდეთ ღვთის სიტყვებს, ვისმენდეთ, ისე რომ გვესმოდეს და განვიცდეთ მას. კი ბატონო. ესე იგი, შემდეგი კითხვა არის ასეთი. საღამო მშვიდობისა 11 ძმა მყავს გარდაცვლილიო. ჩემი მშობლები ამბობენ, რომ ასე ეწერაო. რომ ვეუბნები ბედისწერა არ არსებობს, თქო მაშინ რატომ გარდაიცვალა? მე ხომ ერთი ბიჭი მყავდა, 3 გოგოს მერე იქნებ აგვიხსნათ, რომ მოისმინონ ჩემო მშობლებმა. მე მგონი ერთი უნდა იყოს და 11 შეცდომით წერია ალბათ. ეგ 11-ზე უცნაურია. ხო, მე მგონი ერთი არის ალბათ წესით. ანუ გარდაცვლილი ყავს ძმა და ესე იგი მშობლები ამბობენ, რომ მას ესე ეწერა ეს ყველაფერიო, რადგან გარდაიცვალაო და მე ვამბობ, რომ არ არსებობს ბედისწერა და აქედან გამომდინარე იქნებ აგვიხსნათო ეს მდგომარეობა, აი რატომ ხდება გარდაცვალება. ადამიანის გარდაცვალება, როგორც ეკლესია გვასწავლეს, ხდება როდესაც ადამიანი ღვთის განგებით ხდება. ეს ყველაფერი, როდესაც მოვა ჟამი ამ ადამიანს, ყველა ადამიანს აქვს საკუთარი ჟამი გასვლისა ამ ქვეყნიდან. ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ ეს ჟამი, ეს დრო და შეიძლება ის შემცირდეს. ეს არის დამოკიდებული ადამიანის სულიერ ცხოვრებაზე, სინანულზე. ამიტომ ეკლესია ასწავლის, რომ ადამიანის გარდაცვალება ხდება მისთვის ყველაზე საუკეთესო მდგომარეობაში. ღმერთს როგორც კაცს მოყვარეს, მიჰყავს ადამიანი ამ ქვეყნიდან, როდესაც მის სულიერ მდგომარეობით ეს ყველაზე უკეთესი მდგომარეობა იყო მისთვის. კეთილი. ამიტომ ბედისწერა კი არ არსებობს. ანუ ეს არის გამსაზღვრელი რა, მისი სულიერი მდგომარეობა. ზაური წერს, ესე იგი, მაინტერესებს იესო ქრისტე ჯოჯოხეთში რომ ჩადისო, ტერიტორიულად სად მდებარეობსო, ნუ ამაზე თქვა მამაო მოკურა ჯოჯოხეთის ადგილმდებარეობის შესახებ და ასევე მაინტერესებს სადაცო ადამი და ევა იყვნენ თავდაპირველადო, სად მდებარეობსო ეს ტერიტორიაო. ეს იყო შუამდინარეთი, ხო? მესოპოტამია. ხო. ბაბილონის ჩრდილოეთით და სპარსეთის სამხრეთით. ხო, სამხრეთით. კი. ეს იყო მესოპოტამია. და ბიბლიაში აღწერილია ის მდინარეები და ის ადგილი ზუსტად არის აღწერილი, სადაც იყო ფიზიკურად თვითონ ადამიანის და ევას საცხოვრებელი. გახონი და სწორად. კი ბატონო, გავაგრძელოთ ჩვენი კითხვა. ესე იგი ამ ადამიანმა მოგწერა, რომ 11 ძმა კი არ მყავსო, 11 წლის ძმა მყავს გარდაცვლილი, რომ შეცდომით დავწერეო და გასაგებია. ნუ მამაო უკვე გაგცათ პასუხი და ღმერთმა გიცხონოთ თქვენი ძმა. ესე იგი როცა საკურთხევლიდან ლაპარაკის ხმა გამოდის, თუ გვაქვს მრევლს უფლება, რომ მივუთითოთ, რომ ნუ საუბრობენო. სახურების დროს არ აქვს უფლება, რომ მივუთითოთ და იმიტომ რომ ის უფრო მეტ არეულობას გამოიწვევს და მოძღვარს უნდა უთხრათ. სახურების შემდეგ მოძღვარს უნდა უთხრათ ჩვენი გულის ტკივილიდან გაითვალისწინებს. ან სტიქაროსნები იქნება, ან რაღაცა გააფრთხილებს ამ ადამიანებს. კი ბატონო. ვიცით რომ ღმერთი ერთი აქვს, წერს გიორგი, მაგრამ ამავე დროს ის სამპიროვანია. სამპიროვანი თუ არის ერთი, როგორ გამოდის ღმერთიო, იქნებ ეს განვიმარტოთ.
მის შესახებ? რაც შეუძლია გაეცნოს წმინდა იოანე დამასკელის. ჩვენ ეს არის საიდუმლოება. საერთოდ უნდა ვიცოდეთ, რომ რელიგია ჩვენი არის გამოცხადებითი. არა ადამიანის მიერ მოგონილი, არამედ გამოცხადებითია. გამოგვიცხადა ღმერთმა და საბოლოო გამოცხადება მისი, ანუ მეორე ახალი აღთქმა და საბოლოო ყველაზე დიდი ცოდნა ღვთის შესახებ მოიტანა მაცხოვრმა იესო ქრისტემ. და რომელმაც ჩვენ გვასწავლა, რომ ღმერთი არის სამპიროვანი. და ჩვენ ვიცით სახარებაში მაცხოვრის სიტყვები, რომ წარვდით და მოიმოწაფენით ნათელი ეცით მათ სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდის სულისათა. და როცა ფილიპე მოციქული ეუბნება მაცხოვარს, რომ გვიჩვენო ჩვენ მამაი. მაცხოვარი ეუბნება, მე ამდენი ხანი თქვენთან ვარ და თქვენ მეკითხებით, რომ მაჩვენებე მამაი, მე და მამაი ერთი ვართ. ანუ ეს არის სწავლება და უამრავი მაგალითი, უამრავი შეიძლება მოვიყვანოთ მაცხოვრისაც, მოციქულებისაც, რომლებიც გვასწავლიან წმინდა სამბარი ჭეშმარიტი ღმერთი. მაგრამ არსებობს გონებისმიერი, თქვათ, განმარტებაც, როგორ შეიძლება, როგორ წარმოვიდგინოთ, თქვათ ეს, უნდა თქვათ, რომ ღვთის საიდუმლოებას ვერავინ ვერ გაიგებს საბოლოოდ, ხო? ესე არის ადამიანის შეზღუდული არსება და არ შეიძლება შეზღუდულმა მომაკვდავმა ხრწნადმა გაიგოს მარტივი სულის, უკიდეგონო სულის და ამდელი სამყაროს მომცველის შესახებ, რასაც გამოგიცხადებს, ის უნდა მიიღოს. მამები ასე ამბობენ. ქოთანმა არ იცის როგორ აკეთებს მექოთნიანოს. და არსებობს გონებისმიერი დამოკიდებულება, მიახლოვეთ ეს არ მთლიანად არ გვაძლევს ამის განმარტებას წმინდა სამების, მაგრამ მიახლოვეთ შეგვიძლია რომ წარმოვიდგინოთ. ეს არის მზის დისკო, შუქი და სითბო. ეს ყველაფერი არის ერთი მზის შემოდგენილი ნაწილები, მაგრამ სამ სახოვნად გამოსახული. კიდე სხვა მაგალითები შეიძლება, მაგრამ მიახლოვებით ესე არის. ჩვენ გვწამს სახარების ჭეშმარიტება, მოციქულებმა მიიღეს მაცხოვრისაგან. ჯერ ერთი უნდა ვიცოდეთ, რომ უკიდურესი გამოვალი მდგომარეობა იყო სანამ მაცხოვარი მოვიდა და მთელი კაცობრიობა ეელოდა მესიას, რომელიც მოიტანდა ახალ ცხოვრებას, ახალ სწავლებას, რომელიც მოიტანდა აღადგენდა კავშირს ადამიანზე და მესია მოიტანა ეს სწავლება. მოციქულებმა დადეს ეს სწავლება ეკლესიაში, საკუთარი ცხოვრებით, საქმეით, წმინდანებმა აჩვენეს, რომ ეს სწავლება არის ჭეშმარიტი სწავლება. იმიტომ რომ ამ სწავლებას მიყავს ადამიანის სიწმინდემდე. და ჩვენ არ მარტო მსოფლიო ეკლესიის ისტორიაში, არამედ ჩვენი სამშობლოს ისტორიაში ვიცით უდიდესი წმინდანები, რომლებიც განსაზღვრეს ჩვენი ისტორიული გზა, ჩვენი კულტურული გზა, უდიდესი ამაგი ფაქტობრივად განსაზღვრეს. შეგვიძლია თქვათ არა, უდიდესი მამები ჩვენი, დაწმინდელები, გრიგოლ ხანძთელი, რომლებიც ფაქტობრივად განსაზღვრეს ჩვენი ენას, ჩვენი კულტურა, ჩვენი ისტორიას და ასე შემდეგ. და ეს არის სიწმინდის, მათი სიწმინდის დამსახურება, მადლის დამსახურება, რომელიც არის ჭეშმარიტ ეკლესიაში და მადლი და ჭეშმარიტი ეკლესია შეუძლებელია ჭეშმარიტი რწმენის გარეშე. ამიტომ საფუძვლად ეს არის მოციქულების რწმენა, წმინდა სამებისადმი. და უპირველესად უნდა მივიღოთ ეს, იმიტომ რომ პავლე მოციქული ესე ამბობს. დაიმარხეთ მოძღვრება. რატო დაიმარხოთ მოძღვრება? იმიტომ რომ მოძღვრებაშია გადარჩენა. ერთადერთი ხიდი ადამიანსა და ღმერთს შორის ეს არის ქრისტე. მისი და ქრისტე არის სახარება, მისი მოძღვრება. სხვა ხიდი არ არსებობს, სხვა ცოდნაც არ არსებობს ღმერთის შესახებ. ვერც გაიგებ ვერაფერს. მხოლოდ ქრისტე შეგიძლია გაიგო.
და შემდეგ ნახეთ რას ამბობს. შემდეგ ამბობს პავლე მოციქული, რომ ნურც დაამატებთ და ნურც მოაკლებთ. და თუ ანგელოზი მოვიდეს და მე მოვიდე პავლე და სხვა რამე გითხრათ, ანათემა მაი. იმდენად მნიშვნელოვანი არის სწავლება მაცხოვრისა. ამიტომ უბრალოდ ყოვლისა ჩვენ მივიღოთ უნდა ეს. ჩვენ არ ვართ ფუძემდებლები და გამომგონებლები ამ რელიგიის, ჩვენ ვართ მიმღებნი და დამცველები. ამიტომ უნდა მივიღოთ და დავიცვათ და გადავცეთ. და შემდეგ მოერთი გაგვაგებინებს როგორ არის და რანაირად არის ეს დოგმატი. კი ბატონო, გავაგრძელოთ ჩვენი კითხვები. თავს გრძნობ მარტოდ სრულიად სიცარიელია ჩემში და ამ ქვეყნიური პატარა რამეებითაც კი ვხარობ. შემდგომ უიმედობა მეუფლება და მაქვს შიშები. როგორ მოვიქცეო? წერს ქალბატონი ამ კითხვას. საერთოდ შიშის თავარი ფაქტორი, გამსაზღვრელი ფაქტორი არის ადამიანის ღვთისაგან დაშორება, მისი სიწმინდისაგან დაშორება. იმიტომ რომ წმინდა სწავლებაში ეს იქნება ლოცვები, ეს იქნება ფსალმონი, ეს იქნება ღვთისმსახურება, უდიდესი სიწმინდეა, მაგრამ უდიდესი ძალა ამაში ჩადებული. აღმდგენელი ძალა, მანუგეშებელი ძალა არის. დავით მეფსალმონის საულს, როდესაც ჰქონდა შიშების და კონვულსიები და რაღაც ვთქვათ ნერვული ვთქვათ სიმძიმეები ეძახდნენ დავით მეფსალმონეს და ის უკითხავდა ფსალმონს, უგალობდა უკვე. ეს შეძლებოდა. ამიტომ მარტოობის და შიშის მარტოობის სიცარიელის საუკეთესო დაძლევის საშუალება ეს არის რელიგიის შემეცნება. რელიგია როგორც ფორმალური მიღება მისი და მექანიკური. მე ვარ მოდასლული მართლმადიდებელი ქრისტიანი და მე ვარ ქრისტიანი. ეს არ ხდის მხოლოდ ის რომ შენ დაიბადე ქრისტიანულ ოჯახში და მონასლული ხარ, არ ხდის ერთგულ ქრისტიანი და მხოლოდ ერთგულ ქრისტიანთან არის ადლი და ღმერთი. ერთგულ ქრისტიანად რო გახდეს ადამიანი, მან უნდა იღვაწოს, უნდა შეიმეცნოს. რელიგია უნდა გახდეს მისი ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე მთავარი საქმე. იმიტომ რომ რელიგია საშუალება ღმერთთან ურთიერთობისა. ადამიანის მიზანი ღმერთმა შექმნა ადამიანი მასთან ურთიერთობისთვის. ადამიანის მიზანიც მთავარი არ არის მისი საზოგადოებრივი ცხოვრება მარტო და საზოგადოებრივი წარმატება და მოწყობა. მისი მთავარი მიზანი და მისია არის მისი სულის, უკვდავი სულის ღმერთთან ურთიერთობა. და ამის საშუალება არის რელიგია, ჭეშმარიტ რელიგია და შემეცნება. და როცა ეს არ გაქვს, მაშინ რა თქმა უნდა გაქვს უდიდესი სიცარიელი. უდიდესი ნაკლი აქვს ადამიანს. და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ყველაზე კარგი არის მიუდგეს რელიგიას სერიოზულად. ვინ სერიოზულად მიუდგება რელიგიას, ღმერთი მონახავს ამ ადამიანს, ანუგეშებს ადამიანს, ვისაც აინტერესებს ღმერთი და რელიგია, ღმერთი იმას არ დაივიწყებს. და ან წიგნებით, ან ადამიანებით, ან მოძღვრით ანუგეშებს, განსწავლის, იმიტომ რომ ესე წერია სახარებაში, რომ იყავით თქვენ სრულ ვითარცა მამაი თქვენი ზეცათაი სრულ არს. სამწუხაროდ დღეს ადამიანები ჩივიან იმას, რომ არ აქვთ ეს რელიგიური განცდები და იმიტომ რომ ეს მიზეზი არის მექანიკურობა და ფორმალობა. ეს ორი მტერი რელიგიის. მაყურებელია მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხარ, დასვით კითხვა. ისაუბრეთ. საღამომშვიდობის.
იცოცხლით გაიხარ. მამაოს დედამ დედის ლოცვებში როგორ უნდა მოიხსენიოს თავისი შვილი. მამაოს დედამო, ხო, მე მგონი ის იყო. ხო. მე ერთად მოიხსენე ჩემი შვილი მამაო ეს. ავით ორ რეალობას ვაღიარებთ, რომ ის არის თქვენი შვილი და ამას ვერ წაგართმევთ. და იმასაც უნდა ვაღიაროთ, რომ ეს არ არის უბრალოდ თქვენი შვილი, ის არის ღვთის ჭეშმარიტი ღმერთი ჭეშმარიტი ეკლესიის მოძღვარი არის. ამიტომ მე მაგალითად დედა ჩემი მეძახდა მამაოს და თავიდან არა, მაგრამ ეთქობა შემოთხოვა რომ წინდა მე ხოდა შემდეგ მიეჩვი ამას და მე არ მახსოვს რომ სახელით მოემართოს. ხოდა ამიტომ მე მგონი კი არ თქვენი შვილი, მაგრამ სულიერი რეალობა უფრო მნიშვნელოვანია და ამ სულიერი რეალობის უნდა გავითვალისწინოთ და ესე უნდა მიმართოთ. კეთილი. ესეთი კითხვა არის. მაინტერესებს ტაძარში შაბათ საღამოს და კვირას დილით არ სრულდება მუხ-მოდრეკა. და ახლა აღდგომის მარხვაშიც ასეაო? კი, შაბათი და კვირა განსაკუთრებული განსხვავებული ტიპი კონია. შაბათი მსახურება არის კვირაძალი, ხო? შაბათი არის კვირაძალი. ეს არის კვირის მსახურება იგივე რა. ამიტომ კვირას ჩვენ როგორც უფლის დღე და როგორც უფლის დღე, ანუ აღდგომის დღე, ყველა კვირა არის აღდგომის გახსენება და აღდგომის წორი. ამიტომ ასეთი დღესასწაული რო არის, ამიტომ არ ვედრეკთ მუხლს. და შაბათი ებმის კვირას, იმის დასაწყისი არის. ამიტომ არის რომ შაბათსაც არ ვედრეკთ მუხლს. კი ბატონო. შაბათს საღამოს ლოცვას გულისხმობ, რომ შაბათს დილოთ შეიძლება მუხმოდრეკა. ნინო წერს, ესე იგი, მოციქულების დროს ვის მიმართ აღავლენდნენ ლოცვას იმდროინდელი ქრისტიანებიო? მოციქულების დროს? მოციქულების დროს არსებობს იაკობ მოციქულის ლიტურგია. ამბობენ, რომ იაკობ მოციქულის ჯერ ერთი ვიცით, რომ საქმე მოციქულთაში წერია, რომ მოციქულები სანამ ქრისტიანული ეკლესია 50-ე დღე იქნებოდა, სანამ ქრისტიანული ეკლესია დაარსდებოდა და გამოიყოფოდა ძველი აღთქმის ეკლესიას, დადიოდნენ სოლომონის ტაძარში. იქ ლოცულობდნენ. ღვთის წინაშე ლოცულობდნენ, ღმერთს ებედრებოდნენ. სწავლება წმინდა სამების შესახებ და ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი სწავლება, რომელიც შემდეგ მოციქულებმა განავრცეს და გაავრცელეს, მაცხოვრისგან მიეცათ მათ 50-ე დღეს ეს სწავლება გახდა სრული, სრულყოფილი. შემდეგ ეს სწავლება ყველაზე კარგად და ფაქტებურად მეორე ევანგელიის ეძახიან პავლე მოციქულის სწავლებას, პავლე მოციქულმა განმარტა. ანუ მოციქულებში იყო ის მთლიანად და სავსებით ის რწმენა და სწავლება, რომელიც დღეს ჩვენ ვიცით ქრისტიანობა, მოციქულებში იყო ეს მთლიან სავსებად. ამიტომ მოციქულები როგორც ლოცულობდნენ და როგორც ჩვენ ისე ლოცულობდნენ, ისე ითხოვდნენ ღმერთს და ისე ევედრებოდნენ. ყველას ვედრება, ლოცვა არის იქ მომზადებული და იქ დაპროექტებული, ესე შეიძლება ითქვას რა, რომელიც შემდეგ ეკლესია მიიღო და განავრცო. კეთილი. მაყურებელია, მოვისმინოთ კითხვა. სამწუხაროდ გაითიშა როგორც ჩანს. გავაგზავნოთ ჩვენი კითხვები. გიორგი გვწერს, მეორედ მოსვლის შემდგომ დედამიწა აღარ იარსებებსო? თუ გაგრძელდება ადამიანთა ცხოვრება დედამიწაზე?
ძველი წერის მიხედვით არ გაგრძელდება ცხოვრება, იქნება ახალი ცაი და ახალი მიწა, მაგრამ აქ სულიერზე იგულისხმება, როცა ეკითხებიან მაცხოვარს, რომ გარდაცვალების შემდეგ ვთქვათ ვისი იქნებაო რა, ვისი ცოლი იქნება, გახსოვთ ალბათ ისე რა, 7 ძმა იყო და 7 ცოლი იყო და ეუბნება რომ არც წიგნი იცით, არც მისი ძალი იცით, იმიტომ რომ გარდაცვალების შემდეგო არ იქნებაო არც ქორწილება, არც განქორწინება, არამედ იქნება ყველანი როგორც ანგელოზები. ანუ ეს იქნება ანგელოზებრივი ცხოვრება. კი ბატონო, ესეთი კითხვა არის. ღმერთის ხილვა თუ არისო შესაძლებელიო, როგორ იხილავს ღმერთს ადამიანი და რა შინაგანი მდგომარეობა უნდა ჰქონდეს ამ დროს მასო? ღმერთის უდიდესი თეოფანიები იყო, ჩვენ ვიცით, ხო? როგორც ძველ აღთქმაში თეოფანია ღვთის გამოცხადება. ყველაზე დიდი გამოცხადება მოსეს ჰქონდა მაყლოვანში, ცეცხლოვანი მაყლოვანით გამოეცხადა. თაბორის მთაზე ჩვენ ვისმინეთ ხმა უფლისა, ხო? მოციქულებმა და ნათლობისას, ნათლისღებისას, ვთქვათ, როცა იქაც ხმა, ანუ ჩვენ ღვთის ხილვა კაცთაგან შეუძლებელ არს. იგივე მაცხოვრის სიტყვებით რომ ვთქვათ, შეუძლებელ არს. რომელმაც იხილა, მან გადმოსცა. ვინ იხილა ღმერთი? ქრისტე მიხილა მხოლოდ ღმერთი სრულებით, იმიტომ რომ მის წიაღში არის მაცხოვარი და მან იხილა. სხვას ღვთის ხილვა, როგორც არის ღმერთი, შეუძლებელია რომ ესე იხილოს ადამიანი. არც უნდა გქონდეს ამ სურვილი ადამიანს. საერთოდ ღმერთის ხილვა შეუძლებელი არის. ღმერთის ურთიერთობაა ჩვენთან შეუძლებელი. ღმერთი ურთიერთობს ჩვენთან მხოლოდ საღვთო ენერგიებით, ხელთუქმნელი საღვთო ენერგიებით, რომლებიც საიდუმლოები აღსრულება, ხო, ლოცვაში. ანუ მადლით. 7 საიდუმლოება და 7 ვთქვათ ამ საიდუმლოებით ადამიანებს კაცობრიობას მიეცემა ღვთის მადლი. ეს არის, ამით შეიძლება მხოლოდ ღმერთთან ურთიერთობა. და პავლე მოციქული ამბობს, მე-9-აზე ვიყავიო, ხო? მე-9-აზე იყო, მაგრამ ღმერთი მაინც არ უხილავს. ვერავინ ვერ იხილავს ღმერთს. და ამიტომ ადამიანს, როდესაც ამის მისწრაფება აქვს, უკვე არის უდიდესი კადნიერება. მამები ამბობენ, რომ შენ მუდმივად დასაბამიდან, როგორც დაიწყებს სულიერ ცხოველს ბოლომდე, უნდა გქონდეს უღირსების შეგრძნება. უნდა თქვა, რომ მე არაფერი არა ვარ. როგორც ამბობდა დავით მეფსალმონე, მატლ ვარ და არა კაც. ეს არის ნამდვილი შეგრძნება ადამიანის, იმიტომ რომ ადამიანი ღმერთის გარეშე ხო არაფერი არ არის. ეფრემასური ამბობს, რომ ადამიანიო წარმოიდგინეთო, ვინ არისო ადამიანიო? წარმოიდგინეთო, ღატაკიო, მშიერი, არაფრის მქონე ქუჩაში ცხოვრობსო. მოვიდაო მდიდარი კაციო, მეფეო და თავისი ყველა საუნჯი მოიტანა და დაუტოვაო. და იმან უნდა იამაყოსო, იმით უნდა იტრაბახოსო, რომ სხვისი საუნჯი აქვსო? ხო და როდესაც უნდა იმას წაიღებსო. ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა გახსოვდეს, რომ შენ ღატაკი ხარ. არაფრის მქონე. შენ ოღონდ ღმერთმა ჩაგაბარა, უფლისწული გაგხადა და ჩაგაბარა ყველაზე დიდი სიმდიდრე. ოღონდ ეს მისი სიმდიდრეა. ამიტომ ეს შეგრძნება, ეს მდგომარეობა სულიერი სიღატაკის, ეს არის თურმე ქრისტიანთა ყველაზე მთავარი თვისება. როგორც ამბობს ეფრემასური, უბრალოება, სული სიღატაკე, სიმდაბლე, ამაზე იფუძნება ყველაფერი. ეს უნდა გქონდეს ბოლომდე. წმინდანები პიმენი დიდი გარდაცვალების წინ რამდენიმე წუთით ადრე
ტიროდა და მოწაფე ვეკითხო პიმენი შენ ტირი ხანო და მე კაცი ვარო და ღვთის განგება არ ვიციო რა იქნება რა სამჯარო მექნება მე არ ვიციო და მე წერს პატერიკი წერს რომ პიმენი დიდი აღადგენდა მკვდრებს და ადამიანი რომელიც აღადგენდა მკვდრებს ეშინოდა გარდაცვალების და ჩვენ რაღაცა ორ წიგნს წავიკითხავთ რაღაცა იესოს ლოცვას დავიწყებ და უკვე ღმერთის ხილვა გვინდა და წარმოვიდგინეთ როგორი ეს არის სუფთა პროტესტანტული უკიდურესობა რა პროტესტანტული თავხედი აი პროტესტანტებს ეცხადებათ ყველა ფეხის ნაბიჯზე გონიათ რომ ეცხადებათ ღმერთი ეცხადებათ იმიტომ რომ არ აქვთ ეს სულიერი კანონები და პრინციპები რომელთაც ამ საუკუნეების მანძილზე მამებმა თვითონ გადაიტანეს თვითონ მოიტანეს და უდიდესი ცოდნა დაგვიტოვეს ჩვენ ვინც ამ ცოდნით არ ხელმძღვანელობს წმინდა მომისეულ ცოდნით არ ხელმძღვანელობს ის აუცილებლად იქნება ეშმაკის ხვერპლი და ხიბლი მოინადირებს აუცილებლად კეთილი გავაგრძელოთ ჩვენი კითხვები ესეთი კითხვა თუ შეიძლება ლოცვის საკითხვა ან გულში თქმა ჯდომარე მდგომარეობაში საქმის დროს მგზავრობაში გამუდმებით რომ იყო მცირე ლოცვით დაკავებული ვერ ვასრულებ ეფრემ ასურის მეტანიებსო გამოცე თუ რუსუდან წერს მცირე ლოცვით ლოცვა ეს არის სწავლება ეკლესიის იმიტომ რომ ლოცვა რიცო მარტო ხატებთან ლოცულობს და მე არ ლოცულობსო ესე იგი საერთოდ არ ლოცულობსო იმიტომ რომ ლოცვის მიზანი არის ღვთის ხსოვნა ღმერთთან მიახლოვება ეხლა თუ ლოცულობ და მე დავგვავიწყდება ეს ხო არა ესე ჩავარდნა არა ზემოდან ქვემ ჩავარდნა ამიტომ სულ ნოცილობთ მაგრამ სხვადასხვა სახე აქვს ლოცვას პირველი მაინც არის ხატებთან ლოცვა პატარა კანონის ქონა მამები ამბობენ რომ ვარსანოფი დიდი წარმოვიდგინეთ უდიდესი ასკეტი ამბობს რომ დიდი კანონით სამოთხეში ვერ შეხვალ დიდი კანონი და რატო ამბობს ამას როცა დიდი კანონი გვაქვს ჩვენ სწრაფად ვკითხულობ და სწრაფად როცა ვკითხულობ მექანიკურად ფაქტიურად არ ლოცულობ რა როდესაც არის ზომიერი კანონი იქ შესაძლებელია რომ ადამიანმა ორი უმნიშვნელოვანესი თვისება გამოავლინოს ლოცვის ეს არის ყურადღება სიტყვებისადმი და ამ სიტყვების გააზრება და განცდა გაიგე და განიცადე ასე ამბობს თეოფანი დაყუდებული მოისმინე და განიცადე ამის გაკეთება არის მცირე კანონში ამიტომ მცირე კანონი დავიწყოთ იყოს 5 წუთი მაგრამ 5 წუთი იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი 5 წუთი არის შენ 5 წუთი. შემდეგ ნელ-ნელა გაიზრდება და ის ზომას მიიღებს ის კანონი, რომელიც შენ ცხოვრებასთან არის შესაბამისი. ზოგ დიდი კანონი აქვს, ზოგ ნაკლები აქვს. ღმერთი არ ითხოვს ყველასგან ერთ და იგივეს. ადამიანის შესაძლებლობების მიხედვით არის, მაგრამ უნდა გაიგო, რამდენს ითხოვს ღმერთი შენგან. ამას მიხვდება ადამიანი, როცა პატარას ლოცულობდა მე ხა სინთეზი გამხელს, ესე იგი მეტი უნდა ყოფილიყო. ეს კანონის დადგენა მოძღვართან ურთიერთობით. ეს კანონი უნდა, იმიტომ რომ რას ამბობენ, ლოცვას ისწავლი ლოცვით, წერას სწავლობ წერით, კითხვა ვისწავლეთ კითხვით, ლოცვას ვისწავლეთ ლოცვით. სხვანაირად შეუძლებელია რა. რა თქმა უნდა, მაყურებელია ისევ. გისმენთ ეთერში ხართ. მშვიდობა მამაო. გაიხარეთ. ფარი ხარამდე. იცოცხლეთ პრინცესი. ერთ-ერთი სერიოზული შეკითხვა მაქვს მამაო, ოღონდ არ გეწყინოთ თქვენ. რატომ ქვია გაენაც ანუ გენაც გელათ? ერთი ეს და მეორე შეკითხვა მამაო. აი, როდესაც საერთაშორისო მასშტაბით პირველი მსოფლიო კრება იყო მართლმადიდებლებისა, რატომ ბიჭვინციდან მონაწილეობდა ეპისკოპოსი და არა მცხეთიდან? მადლობა კითხვისთვის. რატო ქვია გაინაც გელათი რატო ქვია გაინაც? გაინათი ძველი დასახელებაა. ხო, ძველი დასახელებაა, ძველი ფორმა არის იგივე.
რაც შეეხება ბიჭვინთას ეს არის რომელი წელი არის 325 მიკეა 325 მაშინ მცხეთის კათედრა არ არის ჩამოყალიბებული ბიჭვინთაში ზის ბერძენი ეპისკოპოსი და ის ესწრება თვითონ ამ კრებას ბიჭვინთას ქრისტიანობა საქართველოს სახელმწიფო რელიგია 37 წელს გამოცხადდა. შემდეგ როდის იყო ეპისკოპოსები ვახტანგ გოლგოთის დროს მოიწვიეს ეპისკოპოსები პეტრე და სამუელი, რომელმაც აკურთხეს დაარსეს ეკლესია და შემდეგ მიიღო. ამიტომ იყო ეს და არა იმიტომ რომ დასავლეთ საქართველოში ის ბერძენი ეპისკოპოსი იყო. ბერძენული კათედრა იყო. იმიტომ რომ დასავლეთ საქართველოში დიდი გავლენა იყო, ბერძნული გავლენა იყო დიდი. ჩვენ ვიცით რომ ქალაქები, ზღვისპირა ქალაქები იყო ქალაქ სახელმწიფო, ბერძნული ქალაქ სახელმწიფო. ხოლო მე-4 საუკუნეში ახლა შეიძლება ვცდები, ახლა ისტორიკოსები შეგვისმენენ, მაგრამ შემდეგ მოხდა მიერთება საქართველოში და აი ამ ქალაქებში იყო ეს კათედრა. კეთილი, გავაგრძელოთ ჩვენი კითხვები. საწყენი არაფერი არ ყოფილა ახლა. ხო, არა, რა თქმა უნდა. გოგა წერს ასეთ კითხვას. გთხოვთ ამიხსნა თუ მამაო. აბორტით მოწყვეტილი ბავშვი ხვდება ისეთ ადგილას, სადაც არ ღვთის წყალობაა და არც ტანჯვაო და როგორ შეიძლება მათი შველაო. გამიგია, რამდენად სწორია არ ვიცი, მაგრამ დედამ უნდა თქვასო აღსარებაო და ამის შემდგომო ის ბავშვი ხვდება სამოთხეშიო. რამდენად მართალია ეს და თუ არა იქნებ დამაკვალიანოთ გარდა პირადი ლოცვებისა, რა არის საშველიო? ეს დედის მიერ აღსარების თქმა ზოგადად რა თქმა უნდა ეს ეხმარება ადამიანს. ახლა ყველა ჩვენი ლოცვა, ყველა ჩვენი განწმენდა, ყველა ჩვენი სწრაფა სრულყოფისაკენ ეხმარება ადამიანს. მაგრამ ყველაზე დიდი მზრუნველი ღმერთია, რომელიც ზრუნავს გარდაცვალებებსაც და ცოცხლებსაც. გავაგრძელოთ ჩვენი კითხვები, ესე იგი, ერთხელ წაკითხული ზიარების წინა ლოცვების შემდგომ რამდენჯერ შეიძლება ვეზიარო? თუ მეორე დღეს ეზიარები, იმ შემთხვევაში შეიძლება. ანუ თქვათ შაბათს და ეს არის წირვას, წაიკითხე პარასკევს, ხო? კვირასაც შეგიძლია რომ ეზიარო, მაგრამ თუ გამოტოვე ერთი დღე, მე თავიდან უნდა წაიკითხო. ესე გებია. მაინტერესებს ამ მარხვაშიო დიდი მეტანიების შესრულება თუ შეიძლება უხმოდრეკას გულისხმობს. აბა როდის უნდა შევასრულოთ? მარხვაში სრულდება დიდი მეტანიები. და აქ რა არის იცი? მარხვალს აქვს განსაკუთრებული ტიპიკონი. და ეს ტიპიკონი არის პირველშეწირულის ლიტურგია. აი, როცა ადამიანი არისწრება ქრისტიანი პირველშეწირულის, იმიტომ ებოდება ეს კითხვები და რომ დაესწროს, ნახავს რამდენი მეტანია კეთდება. ეს არის საოცარი ლიტურგია, საოცარი ლოცვა არის. აქ არის შერწყმული ერთმანეთთან ლოცვები, გალობები, ეფრემასტორის ლოცვა, მეტანიები და ეს ყველაფერი ერთად ქმნის საოცარ ატმოსფეროს. არა მარტო ცალკე მეტანია, არამედ ყველაფერი ერთად რა. ამიტომ მე კარგი იქნება თუ დაესწრება ეს ადამიანი და კარგი იქნება თუ ვერ ესწრება, სახში მაინც შეასრულოს ახლა. როდესაც მარხვას უნებლად დაარღვევ, უნდა თქვა თუ არა ეს აღსარებაში. უჩვენებ წერს ამ კითხვას. უნდა თქვას, რა თქმა უნდა, აღსარებაში. ეხლა ჯანმრთელი ადამიანი, რომელსაც არ აქვს რაღაც ისეთი მიზეზი განსაკუთრებული და არღვევს, არის პატარა შეცდოდება არის, რა თქმა უნდა. კი ბატონო.
იაკობი გწერს, რამდენად შესაძლებელია საღამოს ლოცვებზე დაუსწრებლად ზიარება. 20 წელია ასე ხდება, საღამოს ლოცვებს ქალაქში ატარებს და წირავს სოფელში. ამ შემთხვევაში რა ვქნა ვერ ვესწრები საღამოს ლოცვებსო. შეიძლება იმ ტაძარში ვერ დაისწრო, მაგრამ სხვა ტაძარში შეიძლება დაისწრო, იმიტომ რომ ეს როგორც გამონაკლისი არის დასაშვები საღამოს ლოცვების გარეშე. სახში შეიძლება შეასრულოს ადამიანმა მოძღვარი მისცემს რა წაიკითხოს თქვა ან იესოს ლოცვას კითხულობენ ან ერთ კანონმცემლს გაჩნია რა როგორი მინა ადამიანი როგორი მაგრამ ეკლესიის წესი და კანონი არის რომ აუცილებლად უნდა დაესწროს ადამიანი მწუხს და ცისკარს ეს არის მოსამზადებელი პერიოდი თუ არ მომზადებით ყველაზე კარგად ემზადება ადამიანი მწუხს და ცისკარზე ლიტურგია უდიდესი შეხვედრა არის ღმერთთან უდიდესი მოვლენა არის და პირდაპირ ამ ქვეყნიური ცხოვრებიდან ეგ წყვეტს ჩვენ გვამზადებს ამას და ამიტომ ეს არის აუცილებელი წესი არის და ამის ის როგორც გამონაკლისია მაგრამ როგორც წესი ასე დანერგვა არის არასწორი დიახ რატომ დაეცა ადამიანი ღმერთმა რატომ შექმნა არასრულყოფილი ქმნილება ხომ იცოდა რომ ის დაეცემოდაო არასრულყოფილი არ შეუქმნა პირიქით ყოველი ქმნილების ყოველი დღის შემდეგ ღმერთი ამბობს რომ კეთილია ანუ კარგია და მშვენიერია დიახ და მართლაც თუ ჩვენ განვიხილავთ ადამიანს დაცემამდე ჩვენ ხედავთ მართლაც ადამიანს არა თელ სამყაროს ხედავთ რომ ეს არის უდიდესი ქმნილება უდიდესი შემოქმედის უდიდესი ქმნილება არის უდიდესი ჰარმონია მშვენიერება არის და თუ რამე არის ცუდი შემოდის დაცემის შემდეგ ცოდვას შემოაქვს სიმახინჯე და სიკვდილი სამყაროში ის ამახინჯებს მერე და ცოდვა შემოიტანა ადამიანმა ადამიანი შეიქმნა ადამი არ იყო სრულყოფილი ადამიანს ჰქონდა ნეტარება ადამიანს ჰქონდა უდიდესი შემეცნება მადლი ის ღმერთთან საუბრობდა მაგრამ ის აუცილებლად უნდა განვითარებულიყო სრულყოფილებამდე და სრულყოფილებამდე განვითარებისთვის იყო საჭირო თვითონ ეს გამოცდა ანუ საკუთარი ნება საკუთარი ნების გამოცდა და აქ დაეცა ადამიანი და დაეცა ადამიანი და აქ გამოჩნდა თვითონ იმიტომ რომ და ნახეთ მაცხოვარი მოდის ისევ აღადგენს ამას ანუ ადამიანს აძლევს იგივე შესაძლებლობას რაც ადამიანს ჰქონდა მიცემული შექმნის თანავე იგივეს აძლევს აღადგენს ადამიანს და ადამიანს სამი ღმერთნი ხართ ხო ანუ ადამიანს აძლევს საშუალებას რომ ის მადლით განეხმრთოს მიიღოს ადამიანის მდგომარეობას და უფრო მეტიც ანუ ის განკუთვნილი მდგომარეობას რომელიც ალდამს ელოდებოდა აი ეს მიცა ქრისტემ რომელსაც ეწოდება მეორე ადამი მაცხოვარს იმიტომ რომ უფრო მეტი მიცა ვიდრე ადამიანს ჰქონდა კი ბატონო კეთი გწერს ესეთი კითხვა მაქვსო იესო ქრისტეო არსებობდაო ზეცაში და მერე განკაცდა თუ პირველად დედამიწაზე იშვაო რა თქმა უნდა დედამიწაზე იშვა ის არის წმინდა სამების ჰიპოსტასი და ის ჰიპოსტასურად იყო წმინდა სამებაში და ერთხელ განხორციელდა ყოლაწმინდა ღვთისმშობლის დიახ ღვთაებრივი თათბირის შედეგად განხორციელდა ძე ღვთისა ყოლაწმინდა ღვთისმშობლისაგან
რა როლი აქვს მეჯვარეს ქრისტიანულადო? წერს თაკო. სულიერი მეგობარია. მეგობრობა ვიცი ჩვენ რას ნიშნავს. მეგობრობა ძალიან დიდი ძალაა. ამ დაცემულ ქვეყანაში ერთგული ადამიანი გვერდში არის უდიდესი მოვლენა. ერთგული მოსიყვარულე თავგანწირული ადამიანი. ეს არის ხო მეგობარი. და სულიერი მეგობარი, რომელსაც იგივე თვისება უფრო მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ სულიერი ცხოვრება უფრო მეჯვარესაც ეს ფუნქცია აქვს. გიორგი გვწერს თუ შეიძლება მოძღვარი მყავდეს საზღვარგარეთო. რა თქმა უნდა შეიძლება მოძღვარი საზღვარგარეთ დღეს არის კომუნიკაციის საშუალებები და ურთიერთობა შეიძლება მოძღვართან. აღსარება შეიძლება სხვას ჩააბაროს, მაგრამ სულიერი დამოძღვრა მიიღოს საკუთარი მოძღვარი არ იცვლება. ნინო გვწერს ესე იგი სახლში ლოცვისასო პირველ რიგში ვის უნდა მივმართოთო წმინდა სამებას, იესო ქრისტეს, ანგელოზებს თუ წმინდანებს? იცით რა არის დილის და საღამოს ლოცვებში წერია ყველაფერი. დილის და საღამოს ლოცვები არის კანონი ეკლესიის და არის გენიალურად შედგენილი. ყველაფერია შიგნით რაც ჭირდება ქრისტიანს. როცა ამით უნდა ვილოცოთ რა, ამით ვსწავლობთ ჩვენ ლოცვას რა. კი ბატონო. მაყურებელია კვლავ ეთერში ხართ, შეგიძლიათ ისევ. გამარჯობა. ისმენთ. დასვით კითხვა ეთერში ხართ. მაინტერესებს კრიტერიულებს მოინათლა. 40 მარტულა თვიდა საქმე კარში. ისმაკი როგორც და მან არ იცოდა რომ ის ძებტისა იყო. მაინტერესებს ამაზე პასუხი. მადლობა კითხვისთვის. დაფარული იყო. ყველასთვის დაფარული იყო, ისმაგისთვის დაფარული იყო ეს. იმიტომ რომ ისმაკმა ბევრი რამე იცის. და დიდი გამოცდილება, მაგრამ ყველაფერი არ იცის. ღვთისაიდუმლოებები არ იცის. და ეს იყო ყველა ესე არ არის რომ დააფარე ანგელოზთან და გამოუცხადე კაცთაო. ამას მინდა ანგელოზებისთვისაც კი დაფარული იყო, მაგრამ ადამიანებს გამოაცხადა. კეთილი. ესეთი კითხვა. დედა თუ მხედავს იმ სამყაროდანო, ძალიან გთხოვთ რომ მიპასუხოთ როგორც შესაძლებელია. ცუდად ვარ დედა, ემიგრაციაში მოულოდნელად გარდამეცვალა და მის მერე ყველაფერმა აზრი დაკარგა, წერს ლანა. მეთქმა გაგაძლიეროთ. ჩვენ ფიზიკური თვალით ვერ ვხედავს ახლა, მაგრამ სულთა ურთიერთობა არსებობს. ჩვენ იმიტომ ლოცულობთ, იმიტომ ვევედრებით ღმერთს, რომ ვიცით რომ ეს ლოცვა ტყუილად ჰაერში გადაყრილი სიტყვები არ არის. ყოველი ლოცვა, რომელიც არის გულწრფელი და მტკივნეული სულიდან ამომავალი, რწმენით აღვლენილი, ის აუცილებლად ღვთისაყდართან იპოვის საკუთარ ადგილს და აუცილებლად შეეწევა. როდესაც ადამიანი ლოცულობს და ევედრება, ისიც გრძნობს და ეს არის შეწევნა არის თქვათ მიცვალებული სულისთვის. დიახ. ხათუნა გვწერს სახარებაში რომ წერიაო, აქ მდგომნი, რომლებიც ვერ იხილავენო სიკვდილს, ეს როგორ აიხსნებაო? ივანე მოციქულზე ამბობს. ფიზიკური სიკვდილით ყველა კვდება. რა თქმა უნდა. მაგრამ სულიერი სიკვდილით რა თქმა უნდა არ ექნებათ ადამიანს. ადამიანები რომლებიც განეღმრთობენ, განეწმინდებიან და გამართლდებიან, ისინი სულიერ სიკვდილს ვერ იხილავენ. კეთილი. ესეთი კითხვა ნინო გვწერს ჯვრის წერის დროს არ მერგო წილად საკურთხეველზე ასვლის, არა და გამიგია რომ
მხოლოდ ამ დროს აქვს ქალს ერთადერთი შანსი. სულ განვიცდი ამ ფაქტსო და იქნებ დამამშვიდოთ. ერთადერთი თუ ჯვრის წერამდე დიახ. კონდათ ხორცელი ურთიერთობა წყვილს მაგ შემთხვევაში მაგ შემთხვევაში არ შეიძლება ამბიონზე აყვანა. და სხვა შემთხვევაში ყველა ვარიანტში უნდა ავიდნენ ამბიონზე. დიახ. კი ბატონო. და შეიძლება მაგის შემთხვევა იყო რა. ესეთი კითხვა ატიოსან ქვებზე მაინტერესებს რა დატვირთვა აქვს ეკლესიაში, ანუ ბოროტი ენერგიისგან გვიცავს თუ არა, თუ გვიცავს, აბა ჯვარსა დატვირთვა აქვს ქრისტიანისთვის, ოქ წერს თამილა. ბოროტი ენერგიისგან ჩვენ გვიცავს მადლი. ცხოველს ყოფილი ჯვარი, წმინდა ანგელოზები, ლოცვა, სიწმინდე და ჩვენი სულიერი მდგომარეობა, კეთილი სულიერი განწყობა და მდგომარეობა. ესეთი კითხვა ეკლესიურად ცხოვრობ წერს ლია, ყოველთვის მარხულობ, მაგრამ ჩემი ოჯახის წევრები არ მარხულობენ და მიხდება ხორციანი კერძების კეთება. მეთვლება თუ არა ცოდვაშიო. რა თქმა უნდა, არ თვლება. კეთება არ არის ცოდვა, ხა სხვას ჩვენ ვერ უბრძანებთ რა იმარხულონ, ერთ თავისუფალი ნებით უნდა გადაწყვეტოს ყველა ადამიანმა. რა თქმა უნდა. როგორ დავინახოთ საკუთარი უძლურებაო? ამას დიდი ფილოსოფია არ უნდა. თუ ადამიანი ყურადღებით მოექცევა, იცით რა არის? არის დღევანდელ ცხოვრებას მოაქვს განსაკუთრებული გაფანტულობა ადამიანის. ამ უმართავი ნაკადი ინფორმაციის ამ ნაკადშია ჩართული ადამიანი და რაღაც სულ გარეგნულისკენ არის მიქცეული ადამიანი და შინაგანის სამყაროსადმი ყურადღება ადამიანს არ აქვს და მხოლოდ შინაგანის სამყაროსადმი ყურადღებით შეიძლება აღმოაჩინოს დაინახოს საკუთარი უძლურება ადამიანმა. საკუთარი უძლურება არის ყველა ფეხის ნაბიჯზე. ყველა ფეხის ნაბიჯზე უძლურება გვაქვს ჩვენ ყველგან. და ერთადერთი ეს თავდავიწყება, ამ ქვეყნიური ცხოვრების თავდავიწყება გვიმალავს ამას რა. ამ ჩვენ საკუთარ თავს და საკუთარ მდგომარეობას, საკუთარ უძლურებას. კი. რატომ ევლინებო თუ ადამიანს მძიმე სენიო არსებობს ამის ახსნაო? მე განსაცდელი მძიმესელი არის განსაწმენდელი. არაფერს ღმერთი არ აკეთებს ბოროტად და დასაშალად. დიახ. ყველაფერი არის განწმენდისათვის, ყველაფერი არის განკურნებისათვის. და ამიტომ ზოგს ჭირდება როგორც მზრუნველი მამა სხვადასხვა შვილთან სხვადასხვა ფორმებს იყენებს, არა? თვითონ აღზრდის, სიმკაცრის, დასჯის, მოფერების, ასე შემდეგ. ღმერთიც ასეა. ყველა თავის შვილთან განსაკუთრებულ მეთოდს იყენებს. ესეც არის ერთ-ერთი საშუალება იმისა, რომ ხორცი, რომელიც ცოდავდა და შეუძლებელი იყო შემოbrunება, იჯება, ამით იწმინდება და ადამიანი უფრო თავისუფალი თუ ამას მადლობით იღებს, თუ ამას იღებს სულიერი თვალსაზრისით იღებს ამას და არ ბოროტდება, ის აუცილებლად განიწმინდება და აუცილებლად ის ბოროტება, რომელსაც ვერაფრის დიდებით ვერ მოშორდებოდა, აი ამ განსასწრებით ხდება ჩამოშორება ბოროტებისაგან რა. კი ბატონო. ზურაბ წერს ესეთ კითხვას, რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს დღის განმავლობაში სულიწმინდის მადლი და სამოთხისეული სიხარული, მადლისეული მდგომარეობაო? ჩვენ ესეთი მდგომარეობები არ გამოგვიცდია. მამები რთხილობენ, როდესაც ამ მდგომარეობას ლაპარაკობენ.
რა თქმა უნდა, ჩვენი ენერგია მადლისმიერია და ყველგან მადლია და ყველაფერში მადლია და თუ მადლია, ესე იგი ადამიანს უნდა ღებულობდეს. მაგრამ აქ ძალიან ფრთხილად უნდა იყოს ადამიანი. მადლისმიერი მდგომარეობა არ არის მიზანი. ეს არის საჩუქარი ღვთისა. და მიზანი ადამიანის არის სინამდვილე, განწმენდა. და ღმერთთან შეერთება. სინანული და განწმენდა და ღვთისმსწავლობა და ღვთის ძიება არის მთავარი მამოძრავებელი. ამით უნდა ცხოვრობდეს, სინანული უნდა ცხოვრობდეს. მუდმივად რატომ უნდა გქონდეს სინანული? იმიტომ უნდა გქონდეს მუდმივად სინანული, იმიტომ რომ მუდმივად ცოდავთ. და როდესაც ასე ცხოვრობს ადამიანი, მაშინ ის არის დაზღვეული. ერთ წმინდა მამა ამბობდა, შენ მიიღე მადლისმიერი მდგომარეობა, თქვათ მიიღეო, ხო? და აქ საკუთარი თავი ღირსად კი არ უნდა ჩათვალო, როგორც გავიხსენოთ ისე ბრემასური. არ მე თუნდა თქვა ღმერთო, მე ამის ღირსი არ ვარ. როგორ ვარ? მე რო შეიძლება მე ამის ღირსი ვიყო. მე ცოდვილი, დაცემული ადამიანი, ამდენი ნაკლოვლოვანება მაქვს, ამდენი ცოდვა როგორ? როცა ღმერთი დაინახავს ამასო, შენ სიმდაბლესო. შემდეგ უფრო მეც მიიღებ ადამიანი. მაგრამ როცა კი შენ იტყვი რომ მე უფრო მინდა უფრო დიდ ხანს გაგრძელდეს და უფრო მეტი და მე ამის ღირსი ვარ. ესე იგი აქ იწყება ადამიანის დაცემა. და ის უკვე მას კი არ მიიღებს. ის თანაეზიარება უკვე დაცემულ სულს. იმიტომ რომ სადაც არის პრეტენზიულობა, კადნიერება და სადაც არ არის უკიდურესი სიმდაბლე, იქ აუცილებლად არის დემონურ სულთან მრუშობა, თუ როგორც ეძახიან მამები. კავშირი. კი ბატონო, ესეთი კითხვა არის, როგორ გავიგო შემინდო თუ არა ღმერთმა აღსარებაზე ნათქვამი ცოდვებიო და უნდა ერთხელ უკვე ნათქვამი ცოდვა უნდა ვთქვათ თუ არა სხვა დროსაც აღსარებაში. რა თქმა უნდა არ უნდა ვთქვათ, იმიტომ რომ უნდა გწამდეს ჩვენ, რასაც ვამბობთ აღსარებაში გულწრფელად მოგვიტებება. ცოდვების თქმის შემდეგ ყოველ აღსარების შემდეგ მოძღვარი აძლევს პატარა ეპიდემიას. ეპიდემია საჭიროა იმისთვის, რომ აი ზუსტად ის რაღაც განცდა რომ ეს ცოდვა მოგიტოს, ამან უფრო გააძლიეროს. კი ბატონო. და როდესაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეჭვი გვაქვს, რომ მოგვიტებოთ არ ურწმუნოებაა რა, არ გწამსო რა საიდუმლოების ძალის. თუ გულწრფელად ამბობს ადამიანი, რა თქმა უნდა მიეტევება ყველაფერი. ღმერთს ყველა ადამიანი თუ ერთნაირად უყვარსო, რატომ არსებობენ მაშინ ღვთის რჩეულებიო? ღვთის რჩეულები იმიტომ არ არსებობენ, რომ ღმერთი მიკერძოებულია. ისინი იმიტომ არსებობენ, რომ ისინი განსაკუთრებულად იღუწიან. ისინი აკეთებენ იმას, რასაც ყველა არ აკეთებს. ისინი ყველას აქვს ამის შესაძლებლობა. ყველას აქვს ამის შესაძლებლობა. ისინი იღწიან, შრომობენ, თავგანწირულები არიან და ის გამორჩეული მადლი მათი არის ჯილდო ამისთვის, ამ ღვაწლისთვის. თუ იღვაწებს ყველა მიიღებს ამ რჩეულობას. თვითმკვლელობამდე რომ მიგიყვანინო, ეს შენ მოგეკითხება თუ იმათ ვინც აქამდე მიგიყვანს? მეცით რა არის ხა აქ ცოტა ისეთი ის არის რა ქვია, რას ქვია თვითმკვლელობამდე მიყვანა, რას ქვია ეს თვითმკვლელობა და ბნელა ის არის რა ქვია შეიძლება აქ ადამიანს მასა აქვს მძაფრად აღიქვამს ამ იმას რა ქვია რა მდგომარეობას. და ვთქვათ, ან ნერვები ღალატობს, ან ძიმე დაძაბული და
ავტორიტარულ ქვეყნებში ხდებოდა ეხლა ხო იქ რაღაც გესტაპო, KGB თქვათ იქ ნამდვილად ხდებოდა ხო იქ ნამდვილად ვიცით ჩვენ რომ იქ ხდებოდა მიყვანა თვითმკვლელობამდე ფსიქოლოგიური ზეწოლა 58 ხერხი არსებობდა რა 58 ხალხი ადამიანის გამოყვანის წყობიდან რა და განადგურების და ჩამოთვლილი აქვს სოლჟენიცინს აქვს ჩამოთვლილი ეს 58 ხერხი აშინელი ფორმები თუ ამას გულისხმობ ასეთ მეთოდებს რას გვეუბნება მისი რა თქმა უნდა მისი ბრალი არ არის მაგრამ თვითმკვლელობა მაინც არ არის გამართლება ადამიანის არასდროს არ არის გამართლება თვითმკვლელობა ადამიანის იმიტომ რომ წმინდანები მოიკლავდნენ თავს მოიკლავთ ხო წმინდა მაგრამ რა არის მთავარი აქ რომ ის ვინც ჩვენ შიგნით არის უფრო ძლიერია იმაზე ვინ ჩვენს გარეთ არის ანუ ყველა განსაცდელი უფრო ნაკლებია იმაზე რაც ჩვენ შიგნით განსაცდელს ამიტომ თვითმკვლელობა ყოველთვის არის მარცხი, ყოველთვის არის ღვთის შემწეობის უგულებელსყოფა, ყოველთვის არის სულიერი საშუალებების არ გამოყენება. ეს თვითონ ადამიანისგან არის. ბატონო, რის მიხედვით ეძლევა ადამიანს თავისი ამ ქვეყნიური ჯვარიო, ანუ ყველას ხო რაღაც თავის გზა რა თქმა უნდა ადამიანი ინდივიდუალურია უნიკალურობა ამ სამყაროს ის არის რომ ერთი ადამიანი არ არის მსგავსი მეორისა რა აი აბსოლუტურად სხვადასხვა ადამიანები სხვა მისი ცხოვრებაც მისი სულიერი მდგომარეობაც ფსიქიკური მდგომარეობაც და ღმერთი ყველაფერ ამას ითვალისწინებს და აძლევს ადამიანს იმას რაც მას ჭირდება ცხონებისათვის. ჯვარი არის ის, რაც გჭირდება ცხონებისათვის, რაც შენი განვითარებისათვის გჭირდება. ეს არის ყველაზე საუკეთესო მდგომარეობა შენთვის და ამს აკეთებს ღმერთი. დიახ. რამდენჯერ უნდა ვაკურთხოთ სახლიო? წელიწადში ერთხელ ვფიქრობ. დიახ. ნორმალურია. ბატონო მარხვის პერიოდში თუ შეიძლება დაწინდვაო დაწინდვა ეხლა კანონების მე არ ქონია პრაქტიკაში ეგეთი რამე არ ქონია პრაქტიკაში ეგ ეპისკოპოსის და კანონიკური სამართლის საკითხია მე პრაქტიკულად არ ქონია და ამიტომ კი ბატონო ესე იგი ვინცო ჩემი და მონათლაო შემდგომ წლების მერე გავიგეთ რომ თვითონ არ ყოფილაო მონათლულიო ეს ნათლია ამით ითვლება თუ არა ჩემი და მონათლუოდ რა თქმა უნდა ითვლება იმიტომ რომ უდელი ნათლობს მაგრამ ის არ ითვლება ნათლია დიახ წლების წინ დედაჩემი და დეიდაჩემი უღირსად ეზიარნენ აღსარება არ ჩაუბარებიათ და არც იცოდნენ ამისი არსიო დღემდე განიცდის ამას დედაო ეთვლება თუ არა ცოდვაში და რა არის საჭირო იმისთვის რომ ეს ყოველიო გამოასწოროს აღსარება და ზიარება კიდე უნდა ეზიაროს ზიარებით ადამიანი ხშირად უნდა მიდიოდეს ამ წმინდა ზღვენთან ზიარება არის ყველაზე დიდი მოვლენა ადამიანის სულიერ ცხოვრების ყველაზე დიდი მოვლენა არის რა იმიტომ რომ ღმერთი მოვიდა სამყაროში დაუტავნელი ღმერთი მოვიდა იშვა ვაგაში და ცხოვრობდა ადამიანებთან მაგრამ ეხლა იგივე ღმერთი შემოდის შენში და განწმენს ადამიანს და ღვთაებრივი საწყისი შედის ადამიანში და ამაზე ვარ თქმა როგორ შეიძლება და რაღაცას დაელოდო როგორ შეიძლება როგორც ირემიო ესტრაფისო
წყლისაკენ მწყურვალიო, ასე უნდა ისწრაფოს ყველა ქრისტიანი ზიარებისაკენ. როცა ცოტა ხანი გადაცენ, უკვე ცუდად უნდა ხდებოდეს, უნდა გრძნობდეს ადამიანი. იმდენად სხვა მდგომარეობაში შეყავს ადამიანი ქრისტიანი ზიარებას, მინდა ზიარებას. ზუსტად ამასთან დაკავშირებული კითხვა, ანუ ყოველ წირვაზე საჭიროა რომ ეზიაროსო ადამიანიო? საერთოდ ეკლესიის კანონი ესეთი არის. იონა კრუპერიც ამას ამბობს. და უდელიც ყოველ წირვაზე თუ ატარებს უდელი და ესწრება, ეზიარება ყოველ წირვაზე. ეს მაგალითია პირველი ქრისტიანებიც ესე ყოველ წირვაზე ეზიარებდნენ. მაგრამ დღეს შეიძლება ვერ ახერხებს ამას მოითხოვს ვთქვათ მობილიზება ადამიანის ჭირდება განსაკუთრებული სულიერი მობილიზება და განსაკუთრებული სულიერი ცხოვრება. ამიტომ შეიძლება ყველამ ვერ მოახერხოს ეს. მაგრამ ხშირად მაინც უნდა ეზიაროს. თუ ყოველ კვირაზე არა, ხშირად მაინც უნდა ეზიაროს. კი ბატონო. საიქიოსა და სასუფეველს შორისო რა განსხვავებაა და გარდაცვალების შემდეგ ადამიანიო ჯოჯოხეთში თუ მოხვდებაო, მას აქვს იმის შანსიო, რომ მეორედ მოსვლის შემდეგო ჩვენ ბრწამს მაგის საიქიო არის, მე მგონი ზოგადად დასახელება მიღმიერი ცხოვრების. მაგრამ მიღმიერი ცხოვრება ორსახოვანი არის. ერთი არის სამოთხე და ჯოჯოხეთი. ჩვენ ბრწამს, ეკლესია გვასწავლის და მთელი მისი ღვთისმსახურება და სწავლება წმინდანობისეული არის, რომ მეორედ მოსვლამდე შესაძლებელია ადამიანის გამოყვანა ჯოჯოხეთიდან. ეს ხელისწიფება აქვს წმინდა ადამიანებს. ეს ხელისწიფება უპირველესად აქვს წმინდა ეკლესიას. თავისი მსახურებით, ლიტურგიით, ლოცვებით, მსახურებით და შეუძლია, რა თქმა უნდა, იმ ადამიანის, რომელიც იყო მონანული, მაგრამ ვერ მოახერხა სრულყოფილი სინანული. და არა ურწმუნოს და ათეისტის და უღმერთოს ახლა იმაზე ლაპარაკიც არ არის. კეთილი მამო, დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, მოგზაურობისთვის. ჩვენ ზურფას მაყურებლებს კი შევახსენებ, რომ დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახდათ ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრისღვთისმსახური დეკანოზი ზაქარია მარგალიტაძე. გადაცემას უძღვებოდა ლურჯი მონასტრისღვთისმსახური ბდელი გურამ გალობლიშვილი. დღევანდელი გადაცემის გამეორებით ნახვა შეგიძლიათ პარასკევს 13 საათსა და 30 წუთზე და სამშაბათს 10 საათსა და 30 წუთზე. ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით მომავალ ხუთშაბათს საღამოს 8:30-ზე საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების პირდაპირ ეთერში. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.